მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა თქვენი მფარველი ანგელოზები რა სიტყვიან ხო რაზე დაგველაპარაკებიან ვნახოთ რა სიტუაცია გაქვთ და შემდეგ როგორ შეიძლება ეს სიტუაცია რა გაფრთხილებები აქვთ ამ თქვენთვის სათქმელი ესე რომ ვთქვათ. შეგახსენებთ რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მოვწეროთ მითითებულ ნომერზე რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ WhatsApp-ში გეტყვით იმას რომ სრული დიაგნოსტიკა ამ ეტაპზე არის 100 ლარი ერთი კონკრეტული საკითხი არის 70 ლარი რაც შეეხება 5 კითხიან გაშლას ანუ როდესაც მწერთ თქვენს კითხვებს და voice-ით იღებას ხავს არის 30 ლარი ხოლო 10 კითხვიანი გაშლა არის 50 ლარი ასე რომ მოკლედ ესეა სიტუაცია. რა ვნახოთ ახლა რას დაველაპარაკებიან რა სიტუაციაში ხართ ეხლა თქვენ რამდენად იქნება თქვენთვის რეზონირება იმ მდგომარეობის მიხედვით მიხვდებით აუცილებლად რა ხდება ეხლა. ეხლა თითქოს არის სიტუაცია როდესაც ადამიანი რაღაცა რესურსი ჩავდეთ არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადი ურთიერთობა იქნება მატერიალური კუთხე იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ჩავდეთ შრომა გავაკეთეთ რაღაცა ნაბიჯები რაც შეგვეძლო ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ და ეხლა არის მომენტი როდესაც ველოდებით რა იქნება და როგორ იქნება ხო ანუ ნახობს ესე ვთქვათ რა სიტუაცია გაქვთ რაღაცები სრულდება. ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ. ამ ეტაპზე, შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ რაღაცებს ველოდებით, მაგრამ ნახეთ კიდე რა მომენტი არის, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში არის ესეთი მდგომარეობა, რომ თუ აღარ დასრულდება ეს რაღაცა ერთ წრეზე, ტრიალი ერთ წრეზე რაღაცა ყოფნა, აქ ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც მომენტისა და პატარა ჯანმრთელობის პრობლემებიც იყოს. ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ეს რაღაც სერიოზული არ იყოს, მაგრამ ნახეთ არის ესეთი მომენტი, როდესაც უბრალოდ ნერვიულობა, დეპრესია, იმედგაცრუება, როდესაც აქვს ადამიანს, ხო, შინაგანად მაინც გვინდა არ გვინდა რაღაცა დისკომფორტია, ხო? რა ხდება თქვენს ცხოვრებასთან მიმართებაში? ძალიან კარგია ის, რომ ნელ-ნელა ნახეთ აი ამ სიტუაციას თქვენ მოიტოვებთ უკან. ნახეთ როგორი მომენტი არის. როდესაც ცხოვრების რაღაცა ეტაპები დგება, იქ მოლოდინები, იქ იმედგაცრუება, იქ რაღაცა ყველაფერი თითქოს ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოძრაობს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. ნელ-ნელა შეიძლება ითქვას, რომ ახლა ესე ხო არ გაგრძელდება მთელი ცხოვრება, ნამდვილად არ გაგრძელდება, რაღაცა პერიოდის მერე ყველაფერი იცვლება და პირიქით, ხო? ანუ უკეთესობისკენ მიდის, ყველა დაღმართს თავისი აღმართი მოყვება, ხო? აი ყველა აღმართს თავისი დაღმართი მოყვება. ასე რომ ნახეთ, აი აქ უკვე ნელა-ნელა თითქოს სამყარო იწყებს იმაზე ზრუნვას და თქვენი ანგელოზები იმაზე ზრუნვას, რომ თქვენ შეძლოთ ამ სიტუაციის დაალაგება, ამ სიტუაციის გამოხსნა, გამონთავისუფლება და აი ზუსტად აქ არის ესეთი სიკვდილის არკანი, ეს ძალიან საინტერესო არკანი არის ამ ანგელოზების დასტაში. იცით როგორი რაღაც არის, როდესაც აი ის მდგომარეობა ზუსტად როდესაც ველოდებოდით რომ გამოსულიყო სიტუაცია, დაალაგებულიყო სიტუაცია, ის რაღაცა ჩვენი რესურსი, რომ აი ამ მძიმე რთულ პერიოდში, როდესაც ვიმყოფებოდით, ხო? ხედავთ რომ უკვე რო იყვნენ ტუნელის ბოლოს სინათლე არის და ზუსტად აი ეს მომენტი არის აქ, ხო? აი რაღაცა ტუნელის ბოლოს არის სინათლე. ნელ-ნელა იწყებს რაღაცა სინათლის გამოჩენა. შესაძლებელია ამ ეტაპზე ამას თქვენ ესე მკაფიოდ ვერ ხედავდეთ, რომ სინათლე არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. მაგალითად რაღაცა რთულ სიტუაციაში ხართ და ვიღაცა ადამიანი გაიცანით, რომელიც რაღაცა დაგელაპარაკათ უბრალოდ, ხო? რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მიხვდით, რომ აი ამ ადამიანს
ეს ადამიანი თქვენთვის უბრალოდ არ არის გამოგზავნილი, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ იმ კონკრეტულ საკითხზე დაგეხმარება, თითქოს ადამიანმა რაღაცებზე აგიხილათ თვალი. აი, როგორი მომენტია იცით ნახეთ, აქ საჭირო არის დაინახოთ ის სინათლე, ტუნელის ბოლოს ის სინათლე, რომლის მინიშნებასაც თქვენი მფარველი ანგელოზები გაძლევენ და თქვენი ესე ვთქვათ, ცხოვრება სამყარო გიმზადებთ, ხო? აი ამ პერიოდში ხართ ახლა აი რაღაცა დიდი ტკივილების, დიდი იმედგაცრუების, დიდი პრობლემების შემდეგ გავდივართ ტრანსფორმაციას და ვცდილობთ რომ გადავიდეთ 10-იან თასებში. 10-იან თასები ეს არის ოჯახის ხური მდგომარეობა, ეს არის სიმშვიდე, ეს არის სიმყარე, ეს არის სიტუაცია, სადაც ყველაფერი რიგზე გვაქვს, ხო? სადაც სიმშვიდეს უფევს და ჩვენ ვართ კმაყოფილები ჩვენი სიტუაციით, აი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი მდგომარეობით. ნახეთ, საკმაოდ რთულ 10-იან ხმლიდან გავდივართ ტრანსფორმაციას, სიკვდილის არყანს და გადავდივართ 10-იან თასებში. არაჩვეულებრივი არის, იმიტომ რომ ანუ ტკივილიანი, პრობლემიანი, იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას რაღაცა ბურთი მაქვს ყელშიო და აღარ შემიძლია, მაგრამ ვერც ვერაფერს ვერ ვამბობ, აი ეს მომენტები, როდესაც აქ ადამიანის ცხოვრებაში აი ძალიან ძნელია, ყველაფერი ერთად რო ხდება შენს ცხოვრებაში, ყველაფერზე მე გინდა არ გინდა წარსულსაც თუ გადახედავ და იქაც რაღაც ხვდები, რომ ხშირად იყო შენ, აი გტკენენ გულს, თითქოს ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ადამიანებს მისცე, იზრუნო, მე ასე ხარისხოვანად გადაგაქვს თავი შენ სასდეებს შიგნით. ეს არ არის მარტო ნახეთ, მეკითხები ახლა, რომ აი მე მატერიალურად არაფერი არა, მატერიალურზე არ არის. ნახეთ, მატერიალურიც ერთ-ერთი მხარეა. ეს არის ც და არა ის, რომ მაინდა-მაინც მატერიალურზე არის აქ საუბარი. არა. ნახეთ, როდესაც ადამიანები ვდებთ ჩვენს შინაგან ემოციას, ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ხო? აი იმ სულს და გულს, რასაც ვეძახით, ხო? აი რაღაც სული და გული ჩავდე რაღაც საქმეში, როდესაც ვამბობთ ხომ ახლა გინდათ საქმე იყოს და გინდათ პირად ურთიერთობა, აი ნებისმიერ რამეში, რომ ეს გამოსულიყო კარგი, მაგალითად დამცხრის ცხობის დროს, აი სული და გული მაქვს ჩადებული, რომ ძალიან გემრიელი გამოსულიყო და არ გამოვიდა. ჩავარდა ბისკვიტი, ხო? აი და იმედგაცრუებული ხარ, ხო, რაღაცა ტკივა, გინდა არ გინდა რაღაცა გწყის, მაგრამ როდესაც ეს უკვე ეხება ურთიერთობებს, როდესაც ეს ეხება ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანებზე აქვს საუბარი და რაღაც მართლა ნამსხურის ბისკუტზე არ არის აქ ლაპარაკი და ვთქვათ კერძზე რომელიმეზე, ხო, ანუ იქ შეიძლება კი გვეწყინა, მაგრამ კიდე ავიღებთ პრიპასებს და გავაკეთებთ, ხო, ანუ არ არის პრობლემა და სანამ არ გამოვა არ დავანებებთ თავს, მაგრამ ნახეთ, ურთიერთობები ცოტა სხვა რაღაცაა და ცოტა სხვანაირად გვანგრევს, ხო? ანუ ეს იმედგაცრუება იმდენად ჯდება ჩვენს ქვეცნობიერში, რომ მე გვიჭირს. მაგრამ აი აქ ნახეთ რა სიტუაცია, ზუსტად ეს მომენტი არის, რომ ის მდგომარეობა, რომელიც უკვე დიდი ხანია თქვენს ცხოვრებაში, რაღაცნაირად, ну, ვიღაცისთვის შეიძლება აქ იყოს რაღაცა ესეთი თვეების კუთხით, ხო, 7-10 თვე, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს 7-10 წელიც, ხო? და ნახეთ, აი ეს პერიოდები, რომელიც გაიარეთ ძიმეთ, ტკივნეულად, აი ამას ასრულებს სამყარო, რაც მთავარია, გადიხართ ახლა ამ ეტაპზე ტრანსფორმაციის მდგომარეობას და უკვე ჩნდება აი ის კარგი ცხოვრების და მდგომარეობა, მაგრამ ერთი რამ რაც მნიშვნელოვანია აქ, აი ეს ნათელი წერტილი არ უნდა გამოგეპაროთ. ნახეთ, როდესაც გზაზე მივდივართ, ყველა ადამიანს ესე გვაქვს, გზა არის ერთი კონკრეტული, რომელიც გვაქვს, მაგრამ აქეთ-იქიდან შენაკადები არის და შეიძლება გადავუხვიეთ მარჯვნივ, მარცხნივ, რაღაცა ხრაგნილზე და ასე შემდეგ გავიაროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმ თავარ ცხოვრებისეულ გზას უნდა დავუბრუნდეთ. იმიტომ რომ არის ესეა რაღაცნაირად მე არ ვიცახი იმას, რომ არ უნდა შეცვალო რაღაცა საერთოდ. ამ გზაზეც შეგიძლია შეცვალო,
და სწორი მიმართულება. ზოგადად ნახეთ, ერთხელ იყო ესეთი მომენტი, რომ ადამიანმა მკითხა, რომ აიც რომ მე რომ დავიბადეო, რა ესე იგი იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მოვდივარ რთულ გზას გამოვდივარ, ეს იმას ნიშნავსო, რომ მე არასწორ, ბედნიერება არ მეკუთვნისო, რაღაც ესეთი მომენტი ქონდა. არა, ჩემოკარგებო, ყველას ეკუთვნის ბედნიერება, არავინ არ ვიბადებით იმ ჯვრით, რისით არებაც არ შეგვიძლია. არავის არ აქვს იმისი მომენტი, რომ აი იმაზე მეტი პრობლემა და იმაზე მეტი ტკივილი შეუქმნა სამყარომ, ვიდრე შეუძლია გადალახოს. ყოველთვის გადალახვადი არის ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი და ის ჯვარი, რომელიც მარტივი არის, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთვის. შეიძლება რთულად გვეჩვენება, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივი არის. უბრალოდ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როცა ემოციებში გადადის, მერე ცოტა ისეთი მდგომარეობა. აი აქ ზუსტად ეს არის. ნახეთ, რაღაცა მდგომარეობები შეიქმნა თქვენს ცხოვრებაში, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ საბოლოო ჯამში გადასულიყავით იმ ბედნიერ მომენტში, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ოჯახის შექმნა იყოს, ვიღაცისთვის მატერიალური კუთხე იყოს, ვიღაცისთვის ეს უბრალოდ თუნდაც ოჯახური დაალაგება იყოს, ხო, უკვე ყავს ოჯახი, ხო, ცოლ-შვილი, ხმა-შვილი, რა ასე შემდეგ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე გადავდივარ სრულ ჰარმონიაში, სრულ სიმშვიდეს, სადაც მე მაქვს ჩემი კუთხე, ჩემი სივრცე, ჩემი ბედნიერება, მელოდებიან, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იქ მე მელოდებიან სიხარულით, იქ მე მელოდებიან ემოციით. მათთვის მე ვარ მნიშვნელოვანი, მათთვის მე ვარ სასურველი, საინტერესო და ასე შემდეგ. ხო, აი ძალიან კარგი ენერგიებისკენ მიდიხართ, ესე ვიტყოდი. აბა რა სიტყვის. კი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ, შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი რამეც ისწავლეთ. მე ესე გეტყოდით, რომ აქ ადამიანი იწყებს სწავლას და უფრო მეტად დაფასებას იმ მინიმალურების, რაც შეიძლება ქონდეს. ნახეთ, მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც მადლიერი ხარ იმით, რაც გაქვს, ყოველთვის ბედნიერი ხარ. სამწუხაროდ ჩვენ და ადამიანებს გვაქვს და მე არ ვიტყვი იმას, რომ მე არ მაქვს თქო, მეც მაქვს და უბრალოდ მეც მქონდა მსგავსი მომენტები, რომ აი კიდევ უფრო მეტი მინდოდა რაღაცა, ოღონდ რა მინდოდა მეცნაც რო არ ვიცი, ხო, აი არის ეს მომენტი, აი უბრალოდ გულწრფელად ვამბობ, აი ყველაფერი მაქვს, მაგრამ რაღაცა სხვა მინდა, რა მინდა და ვერ ვხედავდი იმ მომენტებს, რომ აი თქვათ ყველაფერი რიგზია, ხო? აი რაღაცა ყველაფერი კარგად არის, ყავს შვილები, ოჯახი, დედა, მამა, ხო? რაღაც, მაგრამ ნახეთ, სამწუხაროდ, როდესაც დავკარგე დედა, მაშინ მივხვდი, რომ თორმე მე ყველაფერი მქონია. და აი მაშინ მივხვდი, რომ მადლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ შეგიძლია ჩაეხუტო და თუნდაც ის რომ შეგიძლია რაღაცაზე ეჯუჯღუნო დედას, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის. და აი ზუსტად მან დედან იწყება, ნახეთ, აი ადამიანებმა რაღაცა უნდა დავკარგოთ სამწუხაროდ იმისთვის, რომ ვიგრძნოთ რა არის ბედნიერება. ვიგრძნობთ რა არის ის, რისთვისაც მადლიერები უნდა ვიყოთ. ის რომ მე ყოველ დღე მადლობა ღმერთს მითენდება და თვალს ვახელ, ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი მაქვს და შემიძლია ვიმუშაო, შემიძლია გავაკეთო, შევქმნა, განვითარდე და ასე შემდეგ. ბევრს სამწუხაროდ ეს მომენტიც ურთულდება, ხო? იმიტომ რომ თქვათ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მას არ შეუძლია რაღაც გააკეთოს. ის რომ მე თქვათ მაქვს სახლი, კარი და ასე შემდეგ, ბევრისთვის ძალიან სანატრელია თუნდაც ერთი პატარა ქოხი. როდესაც თქვათ შენ შეგიძლია სადმე გახვიდე და უბრალოდ სადმე პატარა რესტორანში იქნება თუ კაფეში იქნება თუ თუნდაც სახლში მიირთვა ის რაც შენ გინდა და ვიღაცას პურიც ენატრება, ესეც ძალიან დიდი რამეა და თან დიდი მადლიერი უნდა იყოს სამყაროსი და ღმერთის. აი ზუსტად ეს მომენტი არის, ხო?
ნახეთ, აქ როგორც ჩანს, თქვენ ისწავლეთ და ისწავლით კიდევ უფრო მეტად მადლიერებას. აქ ბევრ რამეს დაინახავთ და ბევრ რამეს გაგაცნობიერებთ სამყარო. მე ესე ვიტყოდი, აქ ვიღაცამ შეიძლება თავისი ცდუნებების მდგომარეობა დაძლია. ნუ ვიღაცა შეიძლება სასმელის მდგომარეობა ქონდეს, ვიღაცას თამაშის, ვიღაცას რაღაცა თუნდაც პარტნიორული მიჯაჭვულობის მომენტები. ნახეთ, რას გიმზადებთ და რას გეუბნებათ სამყარო. თუნდაც გააქვთ ჯერჯერობით კიდე და არ ხართ ბოლომდე აქედან გაშვებული, მოდით ესე ვთქვათ, ნახეთ, რაც გიმზადებთ რას გეუბნებათ თქვენი მფარველი ანგელოზი ის, რომ ისწავლე მადლიერება, ისწავლე სწორი დანახვა ყველაფრის, თუნდაც ურთიერთობაში, ჯანსაღი ურთიერთობები, ჯანსაღი დამოკიდებულებები. ეს არ არის მარტო პარტნიორულ ურთიერთობები, ეს არის დედაშვილურ, მამაშვილურ, მეუღლის თუ მეზობლის თუ მეგობრის თუ არა აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ჯანსაღი ურთიერთობები არის ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. არც უნდა გამოაყენებინოთ თავი არავის და არც უნდა გამოიყენოთ არავინ. თუ ხედავთ, რომ აქ ურთიერთობაში არ არის სწორად დაბალანსებული გაცემა მიღების მდგომარეობა, ეს ურთიერთობა რაც არ უნდა გინდოდეთ, მაინც განწირულია, მაინც გაშვებულია და მაინც დანგრეულია. როგორც არ უნდა ებრძოლოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს ამ ყველაფერს გქონდეს რაღაცა ჩაეძიოთ და მაქსიმალური გააკეთოთ. აქ როგორც ჩანს, ჩაიხსნება და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ესეთი მდგომარეობები რაც გიშლით ხელს წინსვლაში, რაც გიშლით ხელს დალაგებაში, ცხოვრებისეულ წინსვლაში მიიღებთ გადაწყვეტილებას. ანუ ნახეთ, ზუსტად ეს არის ტრანსფორმაცია რა არის ხო? ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება. მტკივნეული შეიძლება იყოს ეს, იმიტომ რომ როდესაც ხარ მიჯაჭვული რაღაცა სიტუაციაზე, ეს მიჯაჭვულობა სამწუხაროდ ჩვენ და კომფორტის მდგომარეობად გვექცევა ხოლმე. აი ეს კომფორტის გაცლა და ეს ჩამონგრევა ცოტა რთულია ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა, იმიტომ რომ როდესაც ერთი და იგივეს ვაკეთებთ, გვინდა არ გვინდა, ეჩვევა ამას ჩვენი სხეული, გონება, თვალი, ფიქრი და შესაბამისად სულიერ მდგომარეობა, შესაბამისად რთული ხდება ამ რაღაციდან გამოვიდეთ. ხო, ახლა უბრალოდ როდესაც ყოველ დილას მე ვიღვიწებ და ვთქვათ ფინჯან ყავას ვსვავ, უკვე რაღაც 40 წელიწადია. შესაბამისად ძალიან რთულია. მე ერთ დღეს გავიღვიძე და მე ფინჯანი ყავა არ მივირთვა დილას. ხო, აი რაღაცა ეს მომენტია. ნახეთ, ეს არის შეჩვევის მდგომარეობა, არის საბოლოო ჯამში მიჯაჭვულობის მომენტები. უბრალოდ ერთი რამ არის, რომ თუ ჩვენ შევძლებთ დაბალანსებას, რომ იმდენად არ ვიყოთ დამოკიდებული ამაზე და ხანდახან მაინც გავიაზრებთ იმას, რომ 40 წლის მერე შემიძლია ავდგე და ერთ დღეს არ დავლიო დილას ფინჯანი ყავა და ეს არ არის ჩემთვის მტკივნეული და ეს უბრალოდ არის ჩემი გადაწყვეტილება და ეს აქედან მოდიოდეს, ხო? უკვე მარტივი ხდება, მაგრამ აი სამწუხაროდ არ მოდის ესე ხოლმე და ისე ვართ ხო მიჯაჭვულები გაურკვევლობაში, არ გვინდა გაცლა, არ გვინდა რაღაცის მოშორება, მაგრამ ეხლა ეს პერიოდია, როდესაც აქ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის. ნამდვილად არ არის უკან დახევის დრო, თქვენი ბრძოლა ფაქტურად ბოლოსკენ არის, ის ბრძოლა, რომელსაც აქამდე გადიოდით, ნუ ხა ვისთვის ნახეთ როგორი რაღაც არის. ვიღაცა ყველასთვის სხვადასხვა ინფორმაცია, ყველასთვის სხვადასხვა სიტუაცია, ხო? ნახეთ, სამყაროს ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ სამყარო ძალიან ბევრ ნიშანს შეიძლება გაწევდეთ, რომელსაც არ აქცევთ ყურადღებას. ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიზმრები იყოს, ვიღაცისთვის ეს ადამიანები იყოს, ვიღაცისთვის უბრალოდ რაღაცა ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, სიტუაცია იყოს, მაგრამ ადამიანი არ აქცევს ამას ყურადღებას და არ ცდილობს, რომ იმოქმედოს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მიადგციეთ აუცილებლად ყურადღება იმ მინიშნებებს, რომელიც არის. ეს არის პერიოდი, როდესაც აი ეს ბრძოლის მდგომარეობა მთავრდება, გადაწყვეტილებას იღებთ, ანუ უკვე ხდება ჩაჭრა და
თქვენი სიტუაციების გამოსვლა ხდება ამ ყველაფერთან. ნახეთ, ის მდგომარეობა, რაც გაქვთ და რაც გგონიათ, რომ აღარ დასრულდება არასოდეს და თქვენ არ გექნებათ არანაირი სიყვარულის მდგომარეობა, არანაირი ვერ ვიქნები ბედნიერი, ვერ ვიქნები წარმატებული, ვერ ვიქნები ფინანსურად დაალაგებული, სულ რაღაც არა. აი ამ სიტუაციას აუცილებლად დააძლევთ, ეხლა აუცილებლად ეს არის, აი ნახეთ, როიტყვიან ცოტა ისეთ შედარებები მაქვს ხომ სასწაული, მაგრამ მაინც პატარა ბავშვს რო ეუბნებიან, რომ ეხლა შენ თუ აი ამ ფაფას შეჭამ, მერე შენ მიიღებ შოკოლადს ან ნაყინს, ხო და აი რო არ უნდა, მაგრამ სხვა გზა რო არა აქვს, რომ უნდა შეჭამოს, უნდა დაამთავროს და რო დაამთავროს იქნება ბედნიერი. აი ზუსტად ამას გეუბნებათ ეხლა ესე ვთქვა თქვენი ფარმა. არავშავ რა, ბოლო ლუკმა არის და უნდა გაუძლო, უნდა გააკეთო, მაგრამ უბრალოდ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რასაც გეუბნებათ სამყარო, იმას, რასაც განიშნებთ, იმას, რასაც გასწავლით, ხო? აქ მეტი სწავლა გჭირდებათ. ნახეთ რა არის სამყარო გასწავლით თქვენი, შეიძლება ითქვას თქვენი თავის ფასს, სამყარო გასწავლით ადამიანების ამოცნობა, სამყარო გასწავლით რაღაცა როგორ უნდა იყოთ ურთიერთობაში თუ სამსახურში და ასე შემდეგ. თქვენ ამას თითქოს არ აქცევთ ყურადღებას. აი ხა ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ვისწავლით ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი დაგიფასდებათ. ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება დაფასებული. ნახეთ, მოვყვები და 10-იან თასები, 10-იან პენტაკლები, 10-იან ხმლის მერე სიმშვიდე, სიმყარე, სტაბილურობა, მატერიალური კეთილდღეობა და აქ ნახეთ თან ეტაპობრივად სამყარო ნახეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებათ, რომ გზა და გზა პატარ-პატარა ხარვეზების მომენტი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში, რაღაც პატარ-პატარა ფეხის წამოყრა, ვთქვათ, ხო, მაგრამ ეს არ იქნება ის მდგომარეობა, რომელიც აქამდე გქონდათ, დასრულდა. ეხლა ეს იქნება გამოსწორების მდგომარეობა და ხანდახან გადამოწმება, რამდენად მზად ხარ იმისთვის, რომ მიიღო დიდი ბედნიერება. საერთოდ ესე ხდება. სამყარო ყველაფერს და ყველანაირ ტკივილს გვაყენებს იქამდე, სანამ ძალიან დიდ ბედნიერებას არ მოგცემს. იმიტომ რომ ნახეთ, დიდი ბედნიერებაც ძალიან რთული არის გაუძლოს გულმა, როგორც ასეთი, როგორც ვიცი. როდესაც აი ადამიანს რაღაც სასიხარულოს ეუბნებიან, შეიძლება აი ამ სასიხარულო მდგომარეობამ იმხელა ემოცია გამოიწვიოს, რომ გულმა ვერ გაუძლოს. ამიტომ ნახეთ, სამყაროც ესე რაღაცა ეტაპობრივად გაჩვევს, რომ აი ის ბედნიერება, რომელსაც საბოლოო ჯამში მოგანიჭებს იმას, რასაც ქვია სულიერი სიმშვიდე, იმას, რასაც ქვია მატერიალური კეთილდღეობა და ის, რასაც ქვია, რომ მე დღეს შევძელი და დავდექი ფეხზე, იმ მიუხედავად იმ ყველაფრისა და მე ვარ კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით, მე თვით შეფასება მაღალი მაქვს, მე ჩემი თავი ვიპოვე აი ამ ყველაფერთან ერთად. ხო, ძალიან ისეთი მომენტი არის. მე გეტყვით აქ, რომ თქვენ შეიძლება ძალიან ნელი ნაბიჯებით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ საბოლოო ჯამში მოიპოვებთ იმ ყველაფერს, რისთვისაც აქამდე შეიძლება იბრძოდით და აქამდე გქონდათ ეს მდგომარეობა. ძალიან კარგია, ძალიან სასიხარულო ინფორმაცია აქვს. თქვენ გამოდიხართ, ნახეთ, თქვენ გამოდიხართ და ასრულებთ იმ სულიერ, იმ პრობლემებს, მატერიალურს თუ ემოციურს არ აქვს მნიშვნელობა, რომელშიც იმყოფებოდით აქამდე. სამყარო აი თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ ზუსტად იმას, რომ უბრალოდ აქ მიაქციოთ უნდა ყურადღება ნაბიჯებს, რომელსაც დგავთ. ნახეთ, აქ ეცადეთ, რომ არ იყოთ ძალიან ისეთი იმპულსურად არ მიიღოთ რაღაცა გადაწყვეტილებები და ნახეთ, მშვიდად გაყევით მშვიდად გაყევით იმ გზას, რომელს გზაზეც დაგაყენათ სამყარომ. ნახეთ, სწორი აი რო გადაუხვევს ადამიანი თავის გზას, ხო, გადაუხვია და სადღაც სხვაგან მიდის და ანუ ცდება მის გასავლელ გზას, ხო, სამყარო იმას აბრუნებს. ნუ სხვადასხვა შეიძლება უკავედ იგივე გზით ვერ დააბრუნოს და სამწუხაროდ ჩვენ და ესეთ ჯაგიანი თუ ეკლიან და ესეთ გზას გამოატარებს, იმიტომ რომ გზა აირია, ხო, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში ამას გამოატარებს ძალიან მშვიდად, ძალიან კარგად და მაინც მიიყვანს იმ გზამდე, რომელიც არის მისისთვის ბედნიერების, სიხარულის, წარმატების და სტაბილურობის მომტანი. მე ესე გეტყვით, რომ თქვენ სამყარო ნამდვილად ისეთ ენერგიას, ისეთ მდგომარეობას გიგზავნით, სადაც თქვენ იქნებით კმაყოფილი თქვენი ურთიერთობებით, სადაც თქვენ იქნებით ბედნიერი, სადაც თქვენ გექნებათ განახლება, ანუ ახალი რესურსები, ახალი პარტნიორობა, ახალი სამსახური, ანუ და თქვენ იქნებით სტაბილურ მდგომარეობაში, სადაც მე მაქვს სიმშვიდე, მე მაქვს ჰარმონია, ანუ ნახეთ, მე შევცელი გამოვიდე და გავიდე იმ მდგომარეობამდე, რომელიც არის ბედნიერება. და მოდით, ესე დავასრულებ ამით, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად საუბრობს და აი ეს არის ბოლო მდგომარეობა, მოდით გეტყვით ესე, სამყარო თქვენ პარტნიორსაც გამოგიგზავნით და მატერიალურ კეთილდღეობასაც გიმზადებთ, ასე რომ კარგად შეხედეთ, კარგად დააკვირდით იმას, რაც არის გამოსასწორებელი, ის რაც არის დასალაგებელი, თუ თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ არა აქვს მნიშვნელობა, გინდათ მე მომართოთ, გინდათ სხვა ჩემს კოლეგას მიმართოთ და გაერკვიოთ თქვენს ცხოვრების რაღაცა ეტაპზე რა უნდა გამოასწოროთ და დააბრუნდეთ, ხო, იმიტომ რომ თუნდაც რაღაცა ინფორმაციას რო ისმენთ, აი ესე საჯარო გაშლებით, ესეც ინფორმაცია სამყაროსგან, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ისე რომ ჩემო კარგებო, გეტყვით იმას, რომ მორჩა დამთავრდა 10-იან ხმალი და ეს არის ტკივილი, ეს არის იმედგაცრუება და პრობლემები, მაგრამ მორჩა დამთავრდა და თქვენ გადადიხართ ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგ ენერგიებში, სადაც ის ბრძოლა, რომელიც გაიარეთ ვიღაცისთვის, შეიძლება ის იყოს 10 წლიანი და 7 წლიანი ინტერვალი, ვიღაცისთვის 10 თვე ან 7 თვე იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ის პერიოდი, რომელიც გაიარეთ, რომელიც შეიძლება ტკივნეული იყოს, შეიძლება მძიმე იყოს, მაგრამ ზუსტად რახანდა თქვენ შეძელით და ეს ყველაფერი ასე თუ ისე დაძლიეთ, არ შეგეცვალათ თქვენი აზროვნება, ხო, აზროვნება რა, ანუ ძირითადად მაინც გაბოროტების კუთხით მიდის, ხო, ადამიანი რაღაცა თქვათ პარტნიორმა მატკინა, მოდი მეც ვატკენ რაღაცა სუდად გავუკეთებ სამსახურში რაღაცა ესე მოხდა, ახლა მე იქ რაღაცა ისეთ საბუთს გავაკეთებ, რომელიც ანუ ხო ხდებით მე რასაც გულისხმობ სამწუხაროდ ბევრია მსგავსი ადამიანი და ის სწორად რახან მოხდა უკვე იჭრება ეს და აი რაღაცა ის უნებების მდგომარეობაც, რომელიც არ გაძლევდათ წინსვლაში, ისწავლეთ, უკვე რაღაცა გაკვეთილებმას კარგად იმუშავა და ზუსტად თქვენ გადადიხართ, აი რო იტყვიან ვისწავლე და ვიწყებ მუშაობას, გადავდივარ ჩემ სტაბილურობაზე, სიმშვიდეზე, სიწყნარეზე, თვითშეფასებაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე და საბოლოო ჯამში ვიღებ პარტნიორულ ურთიერთობასაც, მატერიალურ კეთილდღეობასაც, სიმშვიდეს, ბედნიერებას და იმ რესურსებს, რაც ცხოვრების შემდეგი ციკლის მატარებელი იქნება ჩემი ცხოვრების, ხო? ანუ ვხურავ ციკლს რაღაცა პრობლემების და იხსნება ციკლი ჩემი ბედნიერების. აი ეს მომენტი არის, აი ეს უნდა და ეთქვა თქვენ მფარველ ანგელოზს, მე გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს, ძალიან დიდ ბედნიერებას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სრული დიაგნოსტიკისთვის თქვენთვის პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში და ასევე გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან გააკეთებთ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა უნდა მაქსიმალურად ყველაზე ვერ რეზონირდება და ალბათ რაღაც მინიშნებებს ყოველთვის ვიგებთ რაღაცნაირად, მაგრამ უფრო მკაფიოდ რო იცოდეთ თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი და რა სისტემაში უნდა შეცვალოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ზოგადად უკეთესი არის სრული დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა თქვენი, ასე რომ შეგიძლიათ ჩემთან გააკეთოთ, შეგიძლიათ სხვა ჩემს კოლეგასთან, ვისთანაც თქვენ გული მიგიწევთ და გენდომებათ, რა თქმა უნდა, და გაერკვიოთ და უფრო მეტად იყოთ მზად იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ საუკეთესოდ თქვენსკენ. კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას და დროებით გემშვიდობებით.